ესე იგი 5 წელია ამ დარბაზში ვავარჯიშებთ, ეხლა გავიხსენეს ტრონოში გადავედით. აქაც აქვს ხოლმე ვარჯიშები. მარტო ამ დარბაზში ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავს გაზრდილი. საქართველოს პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი, ევროპა იწვევა ვიკამ პირველი გოგოა კახეთიდან, ვინც გოგონებს შორის ევროპა იწვევა 15 წლამდელებში შარშან. ეს საქართველოს ჩემპიონი ერთად გახდნენ, ორი ბავშვი მყავდა წაყვანი, ორივე ჩემპიონები გავხდნენ. ეს ბავშვები ლიტვაში მყავდა, წაყვანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ და პრიზიორი გახდა. ჭიდავის განსაკუთრებული ეს არის რა. ხმამაღლა ვაკითხებ ხოლმე ამ ცნებებს. ახალი ბავშვი რომ მოდის ჭიდაობაზე. ეს დაიმახსოვროს და დავაყენებ და წავაკითხებ ხოლმე, რომ ზოგი ნებდება, ზოგი რაღაც ისა და ეს რო იცოდნენ ყოველ დღე წავაკითხებ ხოლმე, რომ დაიმახსოვრონ და თვალოთ შრომობთ და გამოვა. აუცილებლად ჩვენ რაიონში მინდა რომ ერთი ევროპის მსოფლიოს ჩემპიონი გაიზარდოს და ამის მონაცემები აქვს ბავშვებს. დიდი სპორტსმენები რო გახდნენ. იქ სადაც ვიყავით ჩვენ ის პატარა დარბაზი, იქ 5 წელი იქ ვარჯიშობთ, ეხლა იქ ვარჯიშობთ, დილაობით იქ გვაქვს ხოლმე და საღამოთ 7-დან 9 საათამდე საქავობს ვარჯიში. აქ ეხლა განსაკუთრებული ის არის, რომ სოფლებიდან უფრო ბავშვებს არ უჭირთ სიარული. და იქ ეხლა პატარა დარბაზში მშობელს ტრანსპორტი თუ არ აყავს, ვერ დაყავდა. აქ უკვე არ უჭირთ მშობლებს. რა სისტემატურად იქნების ვარჯიში? ყოველ დღე გვაქვს კვირის გარდა. ყოველ დღე გვაქვს ვარჯიში რა. ვცდილობთ რომ დღეში ორჯერ ვივარჯიშოთ. პირით უფრო სისწრაფეებზე გამომხნეველი ვარჯიშები და საღამოთი უკვე ცოტა დატვირთული ვარჯიშები გვაქვს. ნელ-ნელა ნაბიჯნობით წინ მივიწევთ რა. ესე უცებ ხო არ არის. დაგეგმილია კიდე შეჯიბრება. კი. ახლა მომავალში. კი, ბევრი ტურნირებია და გვაფინანსებენ. სახელმწიფოც რომ მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ასაკი უნდა ემთხვეოდეს ბავშვებისა, რომ შეჯიბრებებზე ამასაკის ბავშვების შეჯიბრებები რომ ტარდება, გვაფინანსებენ. აქ ვარჯიშობს ამ დარბაზში, ახალი გახსნილია ეს დარბაზი სახელმწიფოს დაფინანსებით. აქვთ ის ლეიბი, გადასაფრელი აბანო, დუში, იქით კალათბურთის დარბაზი გვაქვს. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი მოჭიდავები გაიზარდნენ რა და იმედია, რომ მომავალ წელს უფრო გავაუმჯობესებთ ამ შედეგებს. იქითაც უფრო კარგად და თქვენი დახმარებითაც რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, რომ ასე გვერდში ვიდგევხართ და გვეხმარებით ეს ვიტამინი კარგია. კი. და ნამდვილად დიდი მადლობა, რომ ამდენი საჩუქრებით გამოხვედით და ბავშვები გაახარეთ და განსაკუთრებით ლუსი გაახარეთ. მასეთი მარცვლები არც აქონია ქონის. ხო, გაიხარეთ. ბავშვებიც მოძრაობდნენ. კი. ბევრჯერ გახდება ალბათ ჩემპიონი და ჯერ პატარა იმასაკისთვის რომ რაღაც ევროპა მსოფლიო იჭიდაოს და მოუწევს ცოტა ხანში.
გამარჯობა, მე ვარ ლუს ტუხაშვილი. მადლობთ, რომ დღესაც მოყვდით ჩემს ვარჯიშზე. ძალიან მომეწონა ვიტამინის საჩუქრები. დიდი მადლობა გადაუხადოთ. მადლობა, აიხარეთ. სპორტული საკვები დანამატების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი საქართველოში.